არის წლის ყველაზე სიმპათიური პოლიტიკოსი? რა ქვია, ცოტნე-ცოტაშვილი. სერგეენკო. წულკიანი. მარგველაშვილი. ახალაია. ირაკლი ალასანიას დავასახელებ. ალასანია კი. და ღარიბაშვილიც. ოი, სადაკო სიმპათიური პოლიტიკოსები რას ამბობთ? პოლიტიკოსად ვისა? სიმპათიური პოლიტიკოსი ვიყვავს. ახლა ღარიბაშვილი ვიყავს სიმპათიური პოლიტიკოსი. ძალიან გენიცვალე. მეტი პოლიტიკოსია. ივანიშვილი ახალი მოგვივიდა. ქალბატონზე პოლიტიკოსი ახლა ვინ გითხრათ? კობახიძე. ხო, კობახიძე მანენა. რატო ხიდაშელის ძალიან ის არის? კი, ხიდაშელი კი. ძალიან. ნამდვილად. ხო. ალასანია ირაკლი. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. ვაიმე, არავის. ღარიბაშვილს. მე ალასანიას, მაშინ. ირაკლი ალასანია. ალასანია. ხიდაშელი მომწონს ძალიან ჭკვიანი ქალბატონი ბრძანდება. ხიდაშელია, საჯაია უფრო ქალებში. მარია? მამაკაცებში ვაშკაცური, ჯაჭვლიანი, ძიძიგური, ნორმალურია. ალასანია. ბოლოს მომეწონა ნათელაშვილი. ალასანიას. ირაკლი ღარიბაშვილი. პოლიტიკოსი სიმპათიური არ შეიძლება იყოს. მე ასე ვთვლი. ღარიბაშვილი. ალასანია. ღარიბაშვილი. ალასანია. დათო ბაქრაძე. ალასანია. დავით ბაქრაძეს. უფრო უგულავ მიუხედავად მისი უარყოფითი პოლიტიკური ამბებისა. კახკალაძე. ღარიბაშვილს. პრემიერ-მინისტრი. ალასანიას. მარგველაშვილს. მაგია ფანჯიკიძე, მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი. კალაძეს დავასახელებ. კალაძე. მე გვყავს სიმპათიური პოლიტიკოსები.